საღამო მშვიდობისა, თქვენ უყურებთ დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას. ახალ ამბებს მე გიორგი დოლიძე გაგაცნობთ. სოფელ ლიხაურში ექვთიმეობის სახალხო დღესასწაული მასშტაბური ღონისძიებით აღინიშნა. კოლეჯ ჰორიზონტში სწავლის გაგრძელების მსურველ აბიტურიენტებისთვის ტესტირება დაიწყო. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ გურიაში მოსახლეობის 23% ცხოვრობს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში დღეს ექვთიმეობის სახალხო დღესასწაული გაიმართა. მასშტაბურ ღონისძიებას ადგილობრივებთან ერთად დედაქალაქიდან და სხვადასხვა კუთხეებიდან მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. დღეს ამ თემაზე ჩვენი კორესპონდენტი ნინო ვაშალომიძე მუშაობდა. ლიხაურის ცენტრში მდგარი ოდასახლი, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმადაა ცნობილი, დღეს სტუმრებს ვერ იტევდა. მშობლიურმა სოფელმა წმინდანის 150 წლის იუბილე და სახალხო დღესასწაული ექვთიმობა განსაკუთრებულად იზეიმა. ძალიან მონატრებული სახალხო ზეიმს და განსაკუთრებით ექვთიმეობას, იმიტომ რომ დიდი ხანია ამ დღეს ველოდით და ეს წლებია უკვე აღარ აღნიშნულა სოფელში და გულიმწყდებოდა, იმიტომ რომ ცოტა მიჩქმალული იყო დიდი ერისკაცის ზღვაწლი. მაგრამ შესანიშნავად არის დღეს ყველაფერი და სოფელიც, რა ვიცი, დიდი სიყვარულით ხდება ამ დღეს. თავდაპირველად შემოქმედისა და ფოთის მეუფეებმა წმინდანის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინეს და საზოგადოებას ექვთიმეს ღვაწლზე მოუთხრეს. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა მადლი და წყალობა არ მოგაკლოთ და ღმერთმა ინებოს, რომ არავინ არ დავრჩეთ წმინდა ექვთიმე ღვთის კაცის ლოცვა კურთხევის გარეშე. აი ამას ვთხოვ მეუფალს. რამე თუ მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, როცა როგორც აი წვიმს და ყველაზე აწვიმს, ასევე როგორც წმინდანი ლოცულობს, ყველაზე გადმოდის. მუზეუმში სადღესასწაულო დღე საზეიმო გამოსვლებით გაგრძელდა. მოწვეულმა სტუმრებმა და მასპინძლებმა ექვთიმე ღვთისკაცის ცხოვრების ამსახველი ისტორიები გაიხსნეს და მის დამსახურებაზე ისაუბრეს. ეს პიროვნება, ეს დიდი კაცი სრულიად იმსახურებს ამ ასე ვთქვათ და დამსახურებას, რომ ჩვენი ყურადღება ჩვენი მხრიდან უფრო სწორედ საქართველოს ნეობრივი გმირი, საქართველოს მეორე ილია ჭავჭავაძე. ეს რა თქმა უნდა ჩემი შეფასება არ არის, უბრალოდ ის რაც საქართველოს საზოგადოებამ, საქართველოს ეკლესიამ მას უწოდა და ბუნებრივია ის ამას სრულიად იმსახურებს, რომ იყოს საქართველოს ნეობრივი მამა და მის მიერ გაკეთებულ, ჩატარებულ ყველა ღონისძიებას, მის მიერ გაწეულ ცხოვრების წესს, რა თქმა უნდა ჩვენ ერთი სიტყვით ვერ შევაფასებ. მე ეს პიროვნება გახლევართ, რომელიც თანვახტი ბატონ რეზო თაბუკაშვილს იმ წინვალე ფილმის გადაღებაზე, რომელსაც საქართველოს მეჭურჭრეთ უხუცესი ჰქვია, საფრანგეთშიც ერთად ვიყავით ბატონ რეზოსთან ერთად და მისი ნაუბარი დავამახსოვრდა და ბევრი რამ მიამბა მან ექვთიმე ღვთისკაცის შესახებ, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ შეიძლება არ იცოდეს. რაც უფრო ჩაუღრმავდებით მის ისტორიას, მით უფრო დავრწმუნდებით, რომ ეს იყო მართლაც უდიდესი პიროვნება, რომელიც ოდესმე ყოლია საქართველოს. დღეს დიდი ამბავია, რომ აქ ასეთი დღესასწაული ტარდება ოზურგეთში, ექვთიმეობა გამორჩეული დღესასწაულია, მაგრამ ვინაიდან ექვთიმე თაყაიშვილი მარტო ოზურგეთს არ ეკუთვნის და იგი ეკუთვნის მთელ საქართველოს, ისე როგორც ილია ჭავჭავაძე და მისერთ გამორჩეული პიროვნებები, მე ვფიქრობ, რომ ექვთიმეობა მთელ საქართველოში უნდა ჩატარდეს. მწერალ ნოდარ დუმბაძის ქალიშვილმა ქეთი დუმბაძემ საზოგადოებას პრემიერ-მინისტრის წერილი წაუკითხა და სახალხო დღესასწაული მიულოცა. აი სწორედ ასეთი კაცი, მისი ცხოვრების წესი, სამშობლოს უსაზღვრო სიყვარული, მისთვის თავგანწირვა და მოქალაქეობრივი პასუხისგებლობა იქცეს ნეობის მაგალითად თანამედროვე ქართველებისთვის, რომელიც ღრმად მწამს, რომ ასწლეულებს გაუძლებს. საზეიმო მიღების შემდეგ ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი დაიწყო. სახელმწიფო ანსამბლი გურია, ედელვაისი, ფესვები, ეს არასრული ჩამონათვალია იმ ჯგუფებისა, რომლებმაც დღეს სახალხო დღესასწაული ექვთიმობა შემოქმედებითად გააფორმეს. იმღერა ეთერ კაკულიამაც.
სახალხო დღესასწაულს განსაკუთრებული პეწი ეთნოგრაფიულმა შტრიხებმა შესძინა. ოზურგეთის სოფლები დაწნული ღობეებითა და ტრადიციული სუფრით ემიჯნებოდნენ ერთმანეთს. არის სახალხო ზეიმი ჩვენი რაიონის ყველა სოფლიდან თითეული სოფლიდან წარმომადგენლები არიან ყველას თავისი კუთხე აქვს წარმოადგენელი ეს არის სახალხო ზეიმი ჩვენ აღვადგინეთ ეს ტრადიცია ეს არის ექვთიმეობა ოზურგეთელობა ის ლამაზი ხალხის გახსენების დღე და ჩვენ ყველანი დღეს ვართ გახარებული რომ გამომდინარე იქიდან რომ ყავს უამრავი სტუმარი ჩამოსული საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან დღევანდელი დღე ალბათ მარტო გურისთვის კი არა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და მიხარია ის რომ ესეთი ღვაწლმოსილი ადამიანები არ იკარგებენ და ჩვენი ქვეყანა ამას ძალიან დიდ პატივს სცემს. საერთოდ გურია ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი სტუმართ მასპინძლობით და დღეს კიდევ ძალიან განსაკუთრებით. სახალხო დღესასწაული ექვთიმობა ამიერიდან ტრადიციულ სახეს მიიღებს და იგი ყოველწლიურად სოფელ ლიხაურში გაიმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეებთან პენიტენციალურ სისტემაში ამომრჩეველთა ჩართულობასა და საარჩევნო სიების ფორმირებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, არჩევნებში მონაწილეობას დაახლოებით 48,000 ემიგრანტი მიიღებს. თამარ ჟვანიას განმარტებით მოქალაქეები, რომლებიც 10 ოქტომბრამდე საცხოვრებელ ადგილზე არ დარეგისტრირდებიან, საარჩევნო სიებში არ დაფიქსირდებიან. საჯელახსრულების დეპარტამენტში კი პირადობის მოწმობა ყველა უფლებამოსილ პირს გადაეცემა, რის შედეგადაც მას არჩევნებში მონაწილეობის საშუალება მიეცემათ. ეს შეხვედრები დაორგანიზებულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის USAID-ის და IFES-ის ერთობლივი თანამშრომლობით იმისთვის, რომ ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლოთ მედია ორგანიზაციებთან და არასამთავრობოებთან, იმისთვის, რომ მივიღოთ გადაწყვეტილებები საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით. ჩვენი განმარტება იყო და პასუხი შესაბამისი, რომ საკანონმდებლო საკითხია ზუსტად ეს, რომ რეგისტრაციიდან მოხსნილი ამორჩევლები თუ ისინი არ გატარდნენ 10 ოქტომბრამდე რეგისტრაციაში სამწუხაროდ ვერ იქნებიან სიაში, მაგრამ მეორე თემას რაც შეეხება ეს საკითხი სასჯელახსრულების დეპარტამენტისა და ასევე უბრალოდ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მეშვეობით გვარდება ამ ადამიანებს, ვისაც აქვთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, უმზადდებათ პირადობის მოწყობები, რათა მათ შეძლონ არჩევნებში მონაწილეობა. საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების გენერალური მდივნის მოადგილე საქართველოს ეწვია. ვიზიტის მიზანი ეკონომიკის სამინისტროს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასა და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანებას შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში არსებული საკითხების განხილვა გახდათ. ჰულიონ ჟაუს განმარტებით, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისთვის მნიშვნელოვანი ახალი ტექნოლოგიების ათვისება და ადგილობრივ მთავრობასთან ამ საკითხზე თანამშრომლობის შესახებ მსჯელობაა. განვიხილეთ სხვადასხვა საკითხები, რაც ეხებოდა სიხშირეებს საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას, სხვადასხვა საინტერესო თემატიკას, თანამშრომლობას, რომელიც ამჟამად არის და რომელიც მომავალშია დაგეგმილი. სტუმარმა გაგვიზიარა თავისი მოსაზრებები, ჩვენც წარუდგინეთ პრეზენტაცია და ჩვენი მოსაზრებები და იმედია, რომ ეს თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება და გაგრძელდება. დღეს მსოფლიოს მასშტაბით სიღარიბის დაძლევის საერთაშორისო დღე აღინიშნა. გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით მთელ მსოფლიოში ყოველი წლის 17 ოქტომბერს სიღარიბის დაძლევის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე წარმოადგენს მცდელობას აღიარებული იქნას ის სირთულეები, რასაც სიღარიბეში მცხოვრები ადამიანები განიცდიან. ჩვენი გადამღები ჯგუფი დაინტერესდა, რამდენად ინფორმირებულია აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მკვიდრნი და ამ მიზნით გამოკითხვა ჩავატარეთ. მოსახლეობის დიდი ნაწილი ინფორმაციას არ ფლობდა. არაფერს ვერ გეტყვი, არაფერი არ ეცი. არა. იმიტომ რომ ორი დღეა ვერ უყურე ტელევიზიას არ მქონდა დრო და ამის გამო. დღევანდლამდე არ გამიგია, მაგრამ თუ ასეთი დღე დაარსდება და დავეხმარებით და რაღაცას გავაკეთებთ მათ სასარგებლოდ, ძალიან სასიამოვნო იქნება.
გამოსწორდეს რაცა დასდგეს საშველო ხალხმა სიღარიბიდან პაცა გამევიდეს. დღევანდელ დღეს გამოიხმაურნენ ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ბაზაზე არსებული ახალგაზრდული ცენტრის წევრები და სიღარიბის ზღვარს მიღმამყოფ ორ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცეს. ჩვენ ჩავატარეთ სათემო აქცია, რომელიც ითვალისწინებდა სოციალურად დაუცველ ოჯახთა დახმარებას. შევარჩიეთ ორი ოჯახი, ორი მრავალშვილიანი ოჯახი, ერთი გახდათ მელიქედურში მცხოვრები მიქაძეების ოჯახი, რომელსაც მართლა ძალიან ბევრი სოციალური პრობლემა აქვთ და ყავთ 8 მცირეწლოვანი შვილი და მეორე შემოქმედში მცხოვრები სალუქვაძეების ოჯახი. თემის წევრების მობილიზაცია მოახდინეს ახალგაზრდებმა, ორგანიზაციამ შეიძინა საკვები პროდუქტი და თემის წევრების და ახალგაზრდების მონაწილეობით ოჯახებში დამზადდა სადილი, რაც ბავშვებს განსაკუთრებით ძალიან უხაროდა. ამ თემის კვლევისას სოციალურ სააგენტოს მიმართეთ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრის უფროსის მოადგილე დღის მდგომარეობით საარსებო შემწეობის მიმღებ რეგისტრაციის ბაზაში შემოსულ განცხადებებსა და სტატისტიკაზე დეტალურად გვესაუბრა. სოციალურად დაუცველთა ბაზაში ოზურგეთში არის 11573 ოჯახი, რომელიც შეადგენს 37690 მოქალაქეს. ლანჩხუთში არის 6634 ოჯახი, რაც მოსახლეობის რაოდენობით წარმოადგენს 21225 მოქალაქეს. ჩოხატაურში შესაბამისად 4440 ოჯახი და 13696 მოქალაქე. ამათგან სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა შეადგენს შემდეგს: ოზურგეთში 2232 ოჯახი და შესაბამისად 7129 მოქალაქე. ლანჩხუთში 1692 ოჯახი და 5558 მოქალაქე. ჩოხატაურში 1285 ოჯახი და 4126 მოქალაქე. ესე იგი, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულების 22-23% არის სოციალური დახმარების მიმღები. სიღარიბის დაძლევის საერთაშორისო დღე პირველად 1993 წლის 17 ოქტომბერს აღინიშნა. პროფესიულ კოლეჯ ჰორიზონტში სწავლის გაგრძელების მსურველ აბიტურიენტებისთვის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ტესტირება დაიწყო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დავალებით, ისევე როგორც საქართველოს ყველა ქალაქსა თუ რეგიონში, ოზურგეთის ნომერ 1, 2, 3 და 4 საჯარო სკოლებში პროფესიული უნარჩვევების ტესტირება დაიწყო. ტესტირებაში მონაწილეობას ის აბიტურიენტები ღებულობენ, რომლებიც სამომავლო სწავლის გაგრძელებას პროფესიულ კოლეჯში აპირებენ. გამოვცხადი, რადგან ჩამებარებია გამოცდები, პროფესია არის მზარეული და სწავლის გაგრძელებას ვაპირებ პროფესიულ კოლეჯ ჰორიზონტში. რეგისტრაცია დღეს დილიდან დაიწყო და ტესტირებას ეროვნული ცენტრიდან ჩამოსული დამკვირვებლები ატარებდნენ. წარმატებით მიმდინარეობს. ზღვარი, ბარიერი ფაქტობრივად გადალახული აქვს ბევრ მათგანს. შეიძლება ალაგ-ალაგ პრობლემებიც იყოს, მაგრამ ძირითადად მაინც დაძლეულია ეს ბარიერი. ჩვენთან გამოცდებს არა მარტო ოზურგეთლები აბარებენ, არამედ ის აბიტურიენტები, რომლებიც სწავლის განაგრძობს ხობულეთში, ბათუმში, თბილისში. მაგრამ უმეტესობა მაინც ეს არის დაახლოებით აქედან 98%, რომელიც ჩვენ პროფესიულ სასწავლებელში გააგრძელებენ სწავლას. დაახლოებით 440-მდე აბიტურიენტია, თან უკვე დაახლოებით 60-მდე მოსწავლემ გაიარა გამოცდა, რომელთაც შედეგები ძალიან მაღალია, ყველაზე მაღალი შედეგი 94 ქულა. მაქსიმალურ ზღვარს, რომელიც 25.1% შეადგენს, გადაცილებული აბიტურიენტები სახელმწიფოსაგან სრულ დაფინანსებას მიიღებენ. როგორი ამინდი გველოდება ხვალისთვის გურიის რეგიონში, ამის შესახებ ჩემი კოლეგა ნათია მუქერია მოგითხრობდა. მოგესალმებით, დღეს ჩვენს რეგიონში როგორც ნავარაუდები იყო სინოპტიკოსების მიერ დაფიქსირდა ნაწილობრივ მზიანი და უმეტესად მზიანი ამინდი, იყო საკმაოდ მაღალი ტემპერატურა. დღეს ღამით ოზურგეთში ელოდებიან მინიმალურ ტემპერატურას 19 გრადუს, ხვალისთვის კი ნავარაუდები არის უმეტესად მზიანი დღე, ხარის მაქსიმალური ტემპერატურა დღესით იქნება 25 გრადუსი, მინიმალური დაფიქსირდება 17, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი. ლანჩხუთში დღეს ღამით ნავარაუდები არის ასევე 19 გრადუსი, მინიმალური ტემპერატურა, ხვალისთვის იქნება ნაწილობრივ მზიანი ამინდი, ჰარის მაქსიმალური ტემპერატურა დღესით დაფიქსირდება 24 გრადუსი, მინიმალური იქნება 17 და იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი. რაც შეეხება ჩოხატაურს, დღეს აქ მინიმალური ტემპერატურა ასევე დაფიქსირდება 19 გრადუსი, ხვალისთვის იქნება ნაწილობრივ მზიანი დღე, ჰარის მაქსიმალური ტემპერატურა დღესით დაფიქსირდება 26 გრადუსი, მინიმალური იქნება 18 და იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი. ეს გახლდათ რეგიონში მოსალოდნელი ხვალინდელი დღის ამინდის პროგნოზი.
პროგნოზი, თუმცა გეტყვით, რომ შაბათ-კვირა სინოპტიკოსები ვარაუდობენ ამინდის შეცვლას, ტემპერატურის თავარდნას და დაფიქსირდება ნალექიანი ამინდი. ამით დაგემშვიდობებით დროებით. ასეთი გახდათ ხვალინდელი დღის ამინდის პროგნოზი. ეს გახდათ ჩემ ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე ახალი ამბებით ხვალ დაგიბრუნდებით. კარგ გაბრძანდებოდეთ.